მოგესალმებით. მოცემულ ვიდეოში მინდა გიჩვენოთ, როგორ შეიძლება პროგრამა GeoGebra-ს გამოყენებით გამოვიყვანოთ წრის ფართობის ფორმულა. ამისათვის შემოვიღებ სრიალას ერი საზღვრები 1-დან 5-მდე. შემოვიღოთ სრიალა მთელი რიცხვი 4-დან უფრო დიდ რიცხვამდე 100-მდე რო იყოს. ენის მნიშვნელობა რაც იქნება, იმდენ ნაწილად შევძლოთ წრის დანაწილება. ავიღოთ წრეწირი ცენტრით და რადიუსით ერი. მოცემულ წრეწირზე ავიღოთ წერტილი და მოცემული წერტილი მოვაბრუნოთ აწერტილის გარშემო 2π შეფარდებული n-თან რადიანტ. შევაერთოთ b შტრიხი, ავიღოთ შუა წერტილი და შევაერთოთ ცენტრთან. მოვახდინოთ მოცემული წრეწირის დაყოფა n ნაწილად. ამისათვის მე დავწერ აქ ბრძანებას მიმდევრობა მოაბრუნე b წერტილი 2π შეფარდებული n-თან. ოღონდ ამ შემთხვევაში გავამრავლოთ ჟ-ზე და ჟ ვცვალოთ 0-დან n-მდე. აწერტილის გარშემო ვცვალოთ ჟ 0-დან n-მდე. როგორც ხედავთ, მოცემული წრეწირი დაიყო n ნაწილად. რამდენიც იქნება n-ი, იმდენ ნაწილად განაწილდება. მოდი ახლა ავიღოთ სექტორები. ამისათვის აღჭირდება მეზობელი წვეროები. ამ წვეროთა სია არის L1 სიაში. ავიღოთ მიმდევრობა ქართული შეიძლება გამოვიყენოთ ქართული ბრძანება. მიმდევრობა წრის სექტორი ცენტრი ამ შემთხვევაში არის აწერტილი, ხოლო სექტორის დანარჩენი წერტილები უნდა ავიღოთ L1 სიიდან. ამიტომ დავწეროთ აქ ელემენტი L1 სიიდან ჟ და ამის მეზობელი იქნება ელემენტი L1 ჟ+1. ელემენტი L1 ჟ+1 და ჩვენი ჟ იცვლება ერთიდან n-მდე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ თითოს გამოტოვებით და შევიღებოთ სხვადასხვა ფერში. ამიტომ მე დავწერ, რომ ჟ იცვლებოდეს 1-დან n-მდე ბიჯით 2. იგივე შეიძლება გავაკეთოთ მიმდევრობა წრის სექტორი ცენტრით A. ელემენტი ავიღოთ კვლავ იქედან. ელემენტი L1 სიიდან ჟ
და მეორე წერტილი კვლავ ელემენტი L1C-დან G+1 და G იცვლებოდეს უკვე 2-დან n-მდე. G იცვლებოდეს 2-დან n-მდე და ბიჯით კვლავ 2. როგორც ხედავთ, შეიძლება გავაფერადოთ სხვადასხვა ფერში, უკეთ რომ აღვიქვათ. ეს ერთი შეფერილობა, მეორე შეფერილობა შეიძლება იყოს ყვითელი შეფერილობა. თუ ენს შევცვლით, როგორც ხედავთ, მონაცვლეობით ფერები შეიცვლება. მოდი ახლა მოცემული სექტორები გადმოვალაგოთ. და ჯერ წითელი, ასე ვთქვათ, სექტორები, მერე ყვითელი სექტორები. ანუ ჩავწეროთ აქ მიმდევრობა წრის სექტორი ავიღოთ ასეთი F არის B შტრიხის სიგრძე, აი ამ სიგრძის და 0 ორდინატის წერტილი რო ავიღოთ. ესე იგი F0, მაგრამ ეს გავამრავლოთ მოდი G-ზე. ანუ აქ ჩავწეროთ G გამრავლებული F-ზე 0, ეს იქნება ცენტრი. ცენტრი გვაქვს. ხოლო წერტილები ავიღოთ ნახევარი ერთ მხარეს, ნახევარი მეორე მხარეს. და ორდინატი იქნება რაც იყო აი ეს AC მონაკვეთი, ანუ G. ამ შემთხვევაში ერთი წერტილი იქნება G გამრავლებული F-ზე დამატებული, ანუ აქ გამრავლება უნდა დავწერო, დამატებული ამას F-ის ნახევარი G, ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, იქნება კოორდინატი G გამრავლებული F-ზე დამატებული F-ის მეორედი დამატებული კი არა და გამოკლებული, ანუ ნახევარი იქეთ, ნახევარი აქეთ და ორდინატი იქნება G. ამ შემთხვევაში G იცვლება 1-დან, რადგან ნახევარს ვღებულობთ n-ის მეორედად. მოდი გადავამოწმოთ, აქ მძიმე გვაკლია Gf minus F-ის ნახევარი G და ეს მძიმე მოსაცილებია. აი გაგვიკეთა, აი ეს წითელი ის გადმოგვილაგა, წითელი სექტორები გადმოვალაგა. მოდი ახლა ყვითლები გადმოვალაგოთ. მიმდევრობა წრის სექტორი კვლავ იგივენაირად, ოღონდ ამ შემთხვევაში ცენტრი იქნება G
გამრავლებული f-ზე დამატებული f-ის ნახევარი g, ანუ სადაც იქ იყო ორდინატი g, ეს იქნება ცენტრი, ხოლო დანარჩენი წერტილები იქნება g გამრავლებული f-ზე 0, ეს ერთი წერტილი და მეორე წერტილი g გამრავლებული f-ზე დამატებული f და 0. როცა g შეიცვლება 0-დან n-ის ნახევრამდე და ერთით ნაკლები ავიღოთ. ესე აქ წერტილის ადგილას მძიმე გვინდა, აი ესიც გამოგვივიდა. მოდი ამასაც გავაფერადებ ყვითლად. ესე ჩვენ გადმოგვიწყო როგორც წითელი, ასევე ყვითელი სექტორები. თუ n შეიცვლება და გადმოლაგდება, თანდათან ეს გადმოლაგებული ფიგურები დაემსგავსება მართკუთხედს. აქ ერთი გვერდი იქნება რადიუსის ტოლი. მოდი აქ დავაწერ. ეს იქნება რადიუსის ტოლი. ხოლო აქ გვექნება PR. მოდი სიმბოლოებს გამოვიყენებ. PR. მე შეიძლება უფრო დიდი წარწერები გაგვეკეთებინა. უფრო დიდი. მართკუთხედის ფართობი კი ვიცით, რომ PR კვადრატია. ანუ შესაბამისად ვღებულობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ფართობი S არის PR კვადრატი. ეს არის ის ფორმულა, რომელიც გვინდოდა გამოგვეყვანა. როგორც ხედავთ, წრის ფართობი არის PR კვადრატი. აქ შეიძლება ზედმეტი ხაზები გავანთავისუფლოთ და უბრალოდ დავტოვოთ მხოლოდ ის, რაც გვინდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.